გამარჯობა მეგობრებო, ეს მარტოობის წუთებია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სპონსორი და მეგობარია Subway და ამას ხშირად გახსენებთ, ვიცი, მაგრამ სულ გახსოვდეთ, როდესაც Subway-ში შეჭამთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი საყვარელი პოდკასტის მეგობარია. და დღეს არის ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაწერა, იმიტომ რომ პირველ ცხოვრებაში მე მოვუწყობ მამაჩემს დაკითხვას. იმიტომ რომ პირიქით ხდებოდა ყოველთვის და ჩემთვის მართლა ყველაზე საყვარელი ადამიანი მიზის წინ ვთხოვდი ამის გაკეთებას, რაც ეს პოდკასტი დავიწყეთ, საბოლოო ჯამში მოვიყვანე აქამდე და ძალიან ნერვიულობ. იმიტომ რომ გარდა იმისა, თუ შეთის ვიდეომ გამოიწვია თქვენი დიდი ინტერესი მამაჩემის მიმართ და სიმპათია და მომინდა რომ ოდნავ უფრო ღრმად შეგიყვანოთ და დაგანახოთ მამაჩემი როგორია. მინდა რომ ცოტა ბიოგრაფიასაც შევეხო და ყველაფერს რა. მაგრამ პირველ შეკითხვას რა თქმა უნდა ისეც დაგისვამ როგორც დედას დავუსვი და როგორც ყველას. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? ხო იცი რა წესით ამდენი შენი პოდკასტი მინახია იდეაში უნდა მცოდნოდა ეს საფკითხები თუ მეფიქრა მაგრამ არ მიფიქრია მაგაზე სიმართლე რომ გითხრა მე მარტო ჩემთან არასოდეს არ რჩები თითქმის იმიტომ რომ თავი არ ითიშება არასდროს აი ძილშიც ვფიქრობ საერთოდ არ ჩერდება თავი რა მივხვდი მუდმივად ფიქრში არის უკვე ვისწავლე როგორ შეიძლება ადამიანს თან ელაპარაკებოდე თან სხვა რაღაცაზე ფიქრობდე და თან სხვა რაღაცას აკეთებდე და მუდმივად ესე მდგომარეობაში ვარ რა მივხვდი ამიტომ ჩემთან მარტო არა ყოველთვის იგივე მდგომარეობაში ვარ მე ვარ რაც ვარ აი ესეთი ვარ ანუ სულ ფიქრები ქაოტური საერთოდ არა ძალიან დალაგებული ფიქრებია ის მოვაგრო იმას გადაურეკო ამასთან ეს შოქოლადი ძალიან დალაგებული ფიქრები აი ზუსტად ვიცი ყველაფერი და მარტო ყოფნა გიყვარს მარტო არა ვარ არასოდეს კაი დედასთან ერთად ყოფნა გიყვარს ძალიან ყველაზე მაგრა ხო ყველაზე მაგრა იგი შენთვის მარტო ყოფნა ეგ არის ხო მართლა ყველაზე კარგად მაშინ ვარ როცა ვარ ელიშკასთან ერთად ეხა მე მინდა რომ შენ დაგელაპარაკო შენ ბავშვობაზე მართლა მაინტერესებს რომ შენ ხარ ვერელი ბიჭი ხო ეგრეა შენი ბავშვობა ჩემი ბავშვობისნაირი ვერ იქნება შენი ბევრად უფრო ნათელი იყო ალბათ ბევრად უფრო ხიარული იყო იმიტომ რომ თქვენ სხვა ფასეულობები გქონდათ მაშინ ჩვენ პერიოდში უკვე გაჯეტებიც იყო შემოსული და ძალიან ბევრი რაღაცა რაც ყურადღებას გატანინებს ახალ მეგობრებს ისე მასშტაბურად არ გაძენინებს აი შენი უბნური ცხოვრება მომიყევი რა მე დიდად ჩემთან მეგობრობის ნაკლებობა არ მინახია რომ კონდეს მაგრამ ხო ალბათ ესეა რა იდეაში საერთოდ ჩემი ბავშვობის აი პირველი პერიოდი აი ახალგაზრდობამდე ესე ვთქვათ იყო ფანტასტიკური მართლა ფანტასტიკური იყო რა მართლა სხვანაირი ქალაქი იყო და სიმართლე რომ გითხრა იმდენად მტკივა რომ ეს ქალაქი დაიკარგა ეგეთი ცხოვრება რომ აღარასოდეს აღარ იქნება რომ მოგონებებშიც არ მინდახმე წასვლა რა იმდენად მტკივილს იწვევს ეს იყო რაღაც ძალიან მაგარი კინოსავით რა. როდესაც სიკეთე, თავაზიანობა, სიყვარული იყო, ჩვეულებრივი ამბავი. მეზობლობა. ვაფშე ყველაფერი დადებით, მიხვდი და მე აი რაღაცა ერთბაშად გაქრა მე ეს ყველაფერი და შეიცვალა რაღაცა ამოავსო რაღაც გაუგებარმა ყველაფერი. ნოსტალგიები ახლა გიჩნდება ხოლმე. ხო, ძალიან მაგარი. ხო, აი რაზე? აი ამაზე, ამ ყველა ხალხზე, ამ დროზე, იმ ადამიანებზე, ვინც აი უფრო რას გეკითხებით, აი მე მაგალითად თონის პურის სუნზე, ოღონდ ზამთარში. თორნედან რო გამოდის, ბავშვობის ნოსტალგია ეგრევე თვალწინ მიდგება. მახსენდება კოტკო, ჩემი დიდებებია
ბაკუნას აღმზრდელი ბებია. აი დრებზე გიჩნდება კიდე, იმიტომ რომ ჩვენმა სახლმა მაინც შეინარჩუნა ის ძველი იერი და ჩვენმა აი ამ პატარა მონაკვეთმა რა გადავარჩინეთ სამეზობლომ. ახალი არაშენებულად თითქმის არაფერი და რაღაცნაირად შესახედავად კი და თითქოს აი ამ პატარა მონაკვეთში ბევრი ძველი მაცხოვრებელიც კიდეც შემორჩა. აი ცოტა იქეთ რო გახვალ ეს აღარ არის ეს ხალხიც აღარ არის ხო აი ყველაზე მეტი ნოსტალგია ყველაზე მეტად ალბათ იწვევს მაგას ვიზახეთ ზუსტად ხალხი და ურთიერთობები რა ურთიერთობები იყოს სხვანაირი ეგ იწვევს რა ყველაზე მეტ ნოსტალგიას აი ცირა მახსოვს ნელა ხდებოდა ყველაფერი მწვანე იყო ეს ქალაქი ძალიან და არ იყო ესეთ ხალხმრავალი და ყველა ერთმანეთს იცნობდა ყველა ერთმანეთს ესალმებოდა, ყველა თავაზიანი იყო, რაღაც მაგარი იყო რა. აი ბირჟებზე უფროსი რო გაივლი და ყველა ფეხზე დგებოდა რა. ხვდები რას გავუნები? აი ძნელი გადმოსაცემია ეს ემოცია. ძალიან რთულ პერიოდშიც დაიბადა და გაიზარდა. აი სად დაიწყო შენთვის გაცნობიერება იმისა, რომ შენ პატარა ბიჭი აღარ ხარ და უნდა როგორც დიდმა კაცმა მიიღო გადაწყვეტილებები. როცა შევლებები მომიგდნენ. ცოტა ხნის მერე, აი რომ მივხვდი რომ მე ვარ პასუხისმგებელი ძალიან ბევრ ხალხზე. თავიდან ცოტა ისეთი იყო ეს, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც ძლიერ ოჯახში ვიზრდებოდი და ძალიან ძლიერი ოჯახი იყო. ყველაფერი რეალურად სამზარე, მოკლედ ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა რა. და რაც არ მინდოდა. და შემეძლო. და უცებ, მოხდა ესე, რომ მე აღმოჩნდი პასუხისმგებელი ძალიან ბევრ ხალხს. რო გითხრა, რომ იმ წამსვე ხმალი ვიშიშვილი არა. ერთი პერიოდი მაგრამ იმას მიქნა შემარყია ამან რა. მახსოვს. ხო. რო ჩავწიქი ერთი პერიოდი მე არ ვდგები, მაგრამ მე აი ეს მე თვითონ ავაყენე ჩემი თავი რა. მაგრამ მანამდე შენ ხარ ომის ვეტერანი. ხო ვარ. შენ იბრძოდი აფხაზეთის ომში? კი. თან იყავი პატარა, როდესაც იბრძოდი. მერე მალევე წახვედით შენ და დედა ბრიტანეთში. ხო, აი ამ პერიოდზე მომიყავი, ანუ მაშინ აი ბავშვური გონებით მიდიოდი საბრძოლველად ომში. კიდე სიმართლე. სიმძიმეს არ მიქვამდი, სად მიდიოდი? კიდე სიმართლე გითხრა როგორ მოხდა ეს. ელიშკა იყო ახალი დაქორწინებული ვიყავით ახალი და თვითონ ეს თემა რომ ელიშკა სოხუმელია და სახლიდან გამოგდებულია, ძალიან ის იყო რა ჩემთვის ემოციური. მაგრამ თვითონ ეს და ნებისმიერ მომენტში მამეთ შეიძლება წავსულიყავი რა. მაგრამ დიდი წინააღმდეგობა იყო ის მამა ჩემი, რომელიც იყო რა ვიცი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის გადაწყვეტილებების ყოველ შემთხვევაში. მოკლედ მომენტი იყო ესეთი, რომ ელო იყო ჩემი ძმაკაცი. რამოდენიმე ბიჭი გნომა, ელო, რამოდენიმე ბიჭი მოკლედ ვიყავით ელოსთან სახლში. და ტელევიზორში იყო კადრები როგორ უჭირთ იქ სოხუმში ბრძოლა მედის და ჰერიო ბიჭებო ჰერიოს ფონზე რა. ძალიან ისეთი ის იყო რა. და მე კი წავედით. და ეგრევე ყველა ამყუთავეთ, წავედით და 15 წუთში ვიყავით აეროპორტში რა. წავედით, გავასწარეთ. უბრალოდ გავასწარეთ რა, მოკლედ ვერ დაგვიჭირეს. ვერ დაგიჭირეს. პატარები ვიყავით, რამდენი ვიყავით? 18 წლის ალბათ და 19, აი რაღაც ეს. როდესაც აი რეალურად შეეჯახე, ალბათ კინოში გქონდა მანამდე ომი ნანახი, ხო? არა, მანამდე თბილისში გქონდა ომი ნანახი, მაგრამ ეგ სხვა ომი იყო. ეს სამოქალაქო ომზე ლაპარაკობ შენაც ნანახი. ჩემს ზოში ხდებოდა სამოქალაქო ომი რა, რეალურად. მაგრამ ეს მაინც სხვა იყო. ხო, მაინც სხვა იყო, მაგას გულისხმობ რა. აი იქ რო ჩავედი, იმ წამსვე მივხვდი. აი დაჯდა თუ არა თვითმფრინავი. იმ წამსვე მივხვდი, რომ რაღაცა სხვაგან მოვხვდი. ეგ კინოშიც არ ხდება ეგეთი ისა რა ემოცია.
ანუ აი წარმოიდგინე 18-19 წლის ბიჭი მიფრინავ, თვითფრინავით რომელიც არის ისეთი გადაჭედილი, რომ არც ფეხზე დასადგომი ადგილი არ არის, ერთმანეთს ხალხი აწევს. მიფრინავთ ბოლომდე ჩამქრალი შუქებით შიგნითაც და ღამეა. იმიტომ რომ ვერ დაგინახოს ვერავინ რო არ ჩამოგაგდონ რა. და ამ დროს ვიღაცას გაუვარდა იქ ავტომატი ვიღაც დაჭერილი ყვირის იქ ვისაც მოხდა ვერ ხვდები შენ მოხდა არ მოყრე მაგაც ცალკე ამბავი მაგრამ რო დაჯდა თვითფრინავი ასევე აბსოლუტური სიბნელე რა არის აი ესეთი სიბნელე რო გადმოდივართ თვითფრინავიდან ძალიან ბევრი ხალხი ერთმანეთს ეჩხუბება ვინ ამოვა მე ახლა თვითფრინავში რა ზოგ დაჭრილები ვიღაცები და მოკლედ უცებ ვიღაცები წავით დავრჩით მარტო ტრიალ ამ აეროპორტში აბსოლუტურ ისეთ სიბნელეში რომ საერთოდ ვერ ხვდებით სადა ვარ საით უნდა წახვიდე მე ხვდები ამ სიბნელესთან შეგუებას კიდე რაღაც დრო უნდა რა 2-3 დღეში მე ხედავ სიბნელეში მე უკვე ხვდები სად ახარ ასაკეთებ მაგრამ პირველი აი იმ წუთიდანვე მივხვდი რომ რაღაცა სერიოზულ ამბავში მოხვდით და შეიცვალე მაგის მერე ძალიან აი დედა ჩემს თან კომუნიკაციაში როგორ ახერხებდი კომუნიკაციას საიდან იქიდან ხო ანუ ხმის ცოცხალი ხარ თუ არ ხარ ცოცხალი არ იცოდნენ იგებდნენ რაღაცნაირად ანუ ნანას ჟურნალისტები ნანას გადაცემით თან რაღაც საღამომშვიდობის რო უშვებდა ხოლმე რაღაცა სპეციალურ რეპორტაჟს სადაც დაჭრილები ჯარისკაცები თავის ოჯახის წევრებს აგებინებდნენ რომ ცოცხლები არიან აი მაგის მეშვეობითაც აკეთებდი თუ არა უკვე იქ იყვნენ ჟურნალისტები ეს ყველა ჟურნალისტი რა თქმა უნდა დეჩებს დაანახლოს იცნობდა და აქედან გამომდინარე კომუნიკაცია ნუ ხმა მოდიოდა რა მოკლედ ჟურნალისტებიდან ზოგი ვიღაცა ჩამოდიოდა თბილისში ხო ვიღაც დაჭრილი ჩამბრუნდებოდა და ნუ რაღაცნაირად იგებდნენ ეხლა მოგითხრა რომ მუდმივი ინფორმაცია ქონდა ცოცხალი ხარ თუ არა? სინანულის გრძნობა არც წამს არ მოსულა. იქ? ერთადერთი იყო მამა ჩემი ჩამოვიდა, ანუ ჩემთან ჩამოვიდა უკვე სოხუმი ეცემა 2 თუ 3 რეისი ზუსტად არ მახსოვს ჩამოაგდეს თვითფრინავით სავსე ხალხით მე ერთი დაждდა და იმ ერთში აღმოჩნდა მამაჩემი რა თავის მეგობრებთან ერთად და მოვიდა და თქვა რომ ამ დროს თვითონ ძალიან ისეთი ის იყო რა რაღაც წონიანი კაცი იყო ხო ყველა გაგებით თან რეალური წონიანიც და გამოაცხადა რომ შენ და გვინდა ხარ ასაკეთებ შენთან ერთად ვარ რა და რეალურად მივხვდი რომ ეს კაცი დიდი ალბათობით ეს კაცი აქედან ცოცხალი ვერ დაბრუნდება იმიტომ რომ ნუ ელემენტარულად მაგალითად ყოველი რაღაცა როცა უნდა დაწვე არ წვებოდა რა ვერ წვებოდა რა ეხლა ფეხებს უწევდით და ვაგდებდით ხო წონის გამო არა ნუ ხო რა არა დაწექი არ იწუხებდა თავს არ იწუხებდა თავს ნუ მოკლედ ეს იყო ხო აი რა ძალიან დავიძაბე ძალიან ვინერვიული ამაზე და საერთოდ სიმართლე რომ გითხრა ამ ომა ჩემი თაობის ვინც იქ იყო ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი შეცვალა ძალიან ბევრი გადაყვა ამ ამბავს ფსიქოლოგიურად ზოგი განარკომანდა ზოგი გალოთდა ზოგმა ნუ მოკლედ ბევრი და ძალიან ბევრი ძალიან კარგი ბიჭი დაკარგა საქართველოს. ხო ხვდები რომ რეალურად აი ესეთ მომენტში ვიღაცა ბიჭები ვინც ახლა იქ წავიდნენ რეალურად კაი ბიჭები იყვნენ იმიტომ წავიდნენ. ხო. ეს რაღაც ლეგენდები როდესაც ვიღაცები მარადიორ არა ვიღაცები ალბათ მარადიორდნენ კი მარადიორებდნენ და უბედურებს საკეთებდნენ მაგრამ ის ხალხი მე ვისაც ვიცნობდი აბსოლუტურად სხვა რაღაცის გამო წავიდნენ, სხვა ოჯახის შვილები იყვნენ და რაღაცა იდეალების გამო. ხვდები, ანუ საერთოდ სუფთა ტიპები მეტად რა. მომიყევი შენ როგორ მოახერხე ამ ყველაფრის მერე წასვლა ბრიტანეთში. გაიძულა მამაშენმა? გამაგდეს ხო? რატო? რო ისე ვერ დაბრუნებულიყავი? საათ აფხაზეთში გაწვა.
რა ვიცი, რამე არ გექნა. არა, ნუ ის იყო. ეგ მალევე არ მოხდა. ხო თქვენი აფხაზეთში წასვლა, კიდე იმაში ლონდონში. არა, ეგრევე არ მოხდა. ნუ ზუსტად არ მოხსოვს. ნუ თქვა 1 წლის მერე ან თქვა არ ვიცი. შეიძლება 9 წელს. ყოველ შემთხვევაში თვითონ თბილისში მაშინ ნუ ეხლა როგორი სიტუაცია იყო, იცი? და შენ სისხლი გიგუხდა მაგ დროს. ხო, რა თქმა უნდა, ხო. 18-19 წლის ბიჭი, როდესაც ყველა ავტომატით დადის ქუჩაში და ყოველი სროლა რო ხდებოდა და ძალიან ხშირად ხდებოდა. მშობლები იმ წუთას ფიქრობდნენ რომ შენ შეგეთხვა რაღაცა რა, ხო? ამიტომ გაგაგდეს ბრიტანეთში. ხო. დეპორტაცია გავაკეთეს, ხო. ჩახვედი ქვეყანაში, სადაც არავინ არ ხარ. ხო. და ყველაფრის ნოლიდან დაწყება გიწევს შენს მეუღლესთან ერთად. ნოლიდან დაწყება კი იმის გააზრება თვითონ. და იმის დაჯერება, რომ შენ არაფერი არ ხარ, ამ დროს მართლა ვინა ხარ, რომ არა შეჩვეული ხარ, რომ ვიღაცა ხარ რა, წარმოადგენ რაღაცას და ამ დროს ამის გააზრება ძალიან რთული იყო, მიხვდი? ძალიან. ნუ მე პირადად გამიჭირდა რა. და ელიჩკამ მაშინ რა ვიცი, რაღაც დიდი გმირობები ჩაიდინა. მოკლედ, ფაქტიურად დამსვა, რა ვიცი, კოლეჯში გერმანული ვიცოდი, ინგლისური არ ვიცოდი. ყოველ დღე მამეცადინებდა რაღაც სიტყვებს მაზაპირებინებდა. მოკლედ, ჩათვალე რომ რაღაც 0 კლასიდან იქ მერე დავამთავრე მე ცალკე უნივერსიტეტი ელიჩკამ ცალკე, მერე MA, მერე დავიწყე PhD-ზე სწავლა. ნუ მოკლედ რა. კაი ხანი 7-8 წელი ვიყავით ლონდონში. ხო და რა მხედენ ხანში მოახერხე ადაპტაცია. თან შენ ალბათ მაგ პერიოდში იქნებოდი სხვანაირი აზროვნების ბიჭი იყო ჩემი აზრით. და ცოტა ვერეგუებოდი რა იმ სხვადასხვა მალე განვითარდი პირდაპირ კითხავ. არა. არა. მაგრამ ალბათ ნუ 1-2 წელიწადში თუ რაღაც დაახლოებით, ნუ ავეწყე რა, დავიწყე იქ რაღაც უფრო. დავიჯერე რომ თურმე შემიძლია. ნავების თემა მომეყავე. ეგ ყველაზე მეტად მომწონს ეგ. მან უკვე მე დაბადებული ვარ. სხვადასხვა მაგამ ნავებით ყველაზე მაგრა ამაყობდა მამა ჩემი და დედა ჩემი და მოყავე და მაშინ მაგას ვერ ვაქცევით ყველას. ეხლა ხვდები რატომაც ამაყ. რეალურად იყო რა ელიჩკას რაღაც სწავლის ფულს და რაღაცებს მოკლედ თქვი რომ მევიხდი. და რიჯენს პარკში იყო ტბა. სადაც იყო ნავების გაქირავება რა. ესეთი ნუ ხეცი ძველ კინოებში ხის დიდი ნავები, იჭმებით და ესეთ შეყვარებულები და ხო კლასიკური ინგლისური ამბავი და იდეაში იყო მან ნავებს აქირავებდი, მე ღამე გაგყავდა ეს ნავები ერთმანეთზე ჩაბმული ძალიან ბევრი, რა ვიცი, 100 ნავი. იქ სადაც ტბის ცენტრში აბამდი, დილას მე გამოგყავდა ეს ნავები, იმას აყენებდი და ბილეთებს თემურა გალანდაძღიდით. შენ? მე ამ ნავებს იმუშავებდი. რა მაგარია. ხო და ეს ამბავი რომ გაიგეს რანა და მაგუკამ მიხვდნენ რომ საკუთარ თავზე გაიმარჯვა. ხო. სიყვარულმა გაგამარჯვებინა. ხო, იმიტომ რომ ნუ ეხა იმ მომენტში ეს ჩემთვის ხო აი ამის გადალახვა იყო გესმის? იმ მომენტში ჩემთვის იყო ეს, იმიტომ რომ მე რაღაცა ქედმაღალი არ ვიცი როგორ თქვა ეგ სიტყვა რა, მაჟორი იცახია მას. მოკლედ ის ვიყავი რა ცოტა. ხო, ანუ სიყვარულმა ძალიან შეგცვალა. კი. რთული სიტუაციებიდანაც აი საკუთარ გონების ტყვეობას გულისხმობ რა, სადაც ცუდი ფიქრები გიტევს თქო და გამოუვალი სიტუაციები არის შენი გონებისთვის მაგ პერიოდში, მანდაც სიყვარული გახმარებოდა? თუ არის კიდე რაღაცაები ხერხები. წმენა. მე ვიცი რომ შენ ეკლესიური ხარ. და ეს ცოტა მომხმარებელი ნათქვა ეკლესიური ხარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, იყო პერიოდები ასე ვთქვათ, ჩემ ცხოვრებაში ძალიან როცა მიჭირდა რომ ვთქვათ მონასტერშიც ყოფილვარ რაღაც პერიოდი, რაღაც
საერთოდ ეს ადამიანის უმადურობა არის ადამიანის ბუნება რა. და ეს არ არის რომ ვიღაცა უმადური და ვიღაცა არ არის უმადური. საერთოდ ადამიანი არის უმადური არსება. მოხდი ღმერთი ადამიანს ახსენდება გაჭირვების დროს. მე კარგად თუ არის ნაკლებად. ხო. ეგრეა რა, რეალურად. და შენ სულ გახსოვს. იმიტომ რომ ერთ სახლში ვცხოვრობთ და ხშირად ლოცულობ ძალიან. ხო, და რა ვიცი, ახლა ცუდად თუ არ ხარ. მე ვულისხმობ აი სიხშირეს, თქვათ, რაღაცა თუ სიტყვაზე ვიზახი ადრე რაღაც სიტუაციაში გამონახავ დროს იმისთვის რომ თქვათ მონასტერში წახვიდე და იქ დაიცვა მარხვა, ხო? ეხლა შეიძლება არ გააკეთოს რა. მე მაინტერესებს რამხელა ზეგავლენა იქონია შენ ცხოვრებაზე ჩემმა დაბადება. ძალიან დიდი. მართლა, ძალიან. დაგაბნია თავიდან. იცი რა, არ მახსოვს დამაბნია თუ არა, ძალიან ველოდებოდი ამას და ძალიან ჩემ ცხოვრებაში აი სულ რამოდენიმე არის აი ესეთი მომენტი, რომელიც აი რაღაცა კადრები არის ჩაბეჭდები რა, რაღაცა ბედნიერების რაღაც მომენტები, თქვა ბავშვობი, ერთ-ერთი ყველაზე ესეთი რა, ერთ-ერთი კი რა არის შენი დაბადება. ის პერიოდი რა, ძალიან მაგარი იყო. იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდები იყავით, შენი აზრით ამ გადმოსახედიდან რა შეცდომები გაქვს ჩემთან დაშვებული, რასაც კირასთან აღარ უშვებ. აუ, ბევრი. ვიცი? ძალიან ბევრი. ვიცი? საკუთარ ნუ პატარა ვიყავი მე რა. დედაშიც პატარა იყო რა. ეს მე ბავშვები ვიყავით რეალურად. ვიცი, თქვენსაც დელი ვირთხა ვიყავი. მართლა აი მეორე შვილისთვის როგორ მომემზადოთ, აი ვიყავი მე. არა, ნუ რეალურად ერთად გავიზარდეთ რა. ერთად გავიზარდეთ, ვიცი. და ყველაფერი ერთად ვიყავით, ანუ ხო, უმეტესობა რაღაცები ერთად გავიარეთ, ხო. კირა რო დაიბადა, უკვე მე 40 წელს კაცი ვიყავი რა. და მე უკვე მქონდა ჭაღარა. ამათ გადამკიდა. ხო, ეგრე და. მაგრამ მითხარი რა, აი რაღაცა ელემენტარული კი არა, აი თუ გინდა ძალიან სიღრმეში რომ შევიდათ. საბაზისო შეცდომები თუ შეგიძლია რომ მითხრა, რაც გაქვს დაშვებული. რაცაც კირასთან აი არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ და მე გიყურებ კირასთან ურთიერთობაში და ხვდები რომ არ დავუშვებ. იმიტომ რომ ბევრად უფრო ჯანსაღი ის კომუნიკაცია. ჩვენ ერთმანეთის მიმართ მე და შენ გვაქვს. ვერ გეტყვი რომ აუტყოფური სიყვარული. ხო, ვერ გეტყვი რომ ეგრეა ნაკ. რომ უკვე უფრო ჯანსაღი კომუნიკაცია გვაქვს და კირას ვიდრე მე და შენ გვქონდა. სიმართლე. აი, არა, მე და შენ ახლა მე და შენ სიყვარულის ხარჯზე შეგვეძლო რომ ძალიან მაგრა გვეჩხუბა და ერთი და იგივეს გულისხმობდით. კირა არის ძალიან გოგოშკური და ჯიუტი. ეს რაც აბსოლუტურად რაც ჩვეულებრივია, ამიტომ მე შენგან მქონდა აბსოლუტურად ყველაფერზე მიმღებლობა. ანუ რას გულისხმობ, რომ კი გებრძოდი, მაგრამ თან სულ მინდოდა რომ შენ მოგწონებოდი. სულ ამას ვაკეთებდი და კირას სულ ცალფეხზე კიდია მოგეწონება თუ არ მოგეწონება, რაც მასში ეს თვისება მე ძალიან მომწონს. ხო და მე სულ ვცდილობდი რომ თავი მოგაწონო რა. ხო და მომიღე. ძალიან მომწონს. იცი რა, ალბათ ერთ-ერთი ძალიან თავარი სხვაობა არის ის, რომ შენთან ურთიერთობაში შეიძლება მოთმინება მაკლდა ბევრ რაღაცაში. მიხრი, მაგრამ იმიტომ რომ შენთან მაკლდა, მე თვითონ მაკლდა. მიხრი 25 წლის ბიჭ და 40 წლის კაცი შორის დიდი სხვაობაა რა. და 40 წლის კაცი 3 წლის გოგოსთან სხვანაირად იქცევა და 25 წლის ბიჭი კიდე სხვანაირად. ხო, ხვდები ეს არის. კი, ეგრე იყო, ძალიან ბევრი რაღაცა ალბათ მოუთმენელი ვიყავი, თქვა ეს მიხსი, ანუ რაღაც კაცრი იყავი. კაცრი ვიყავი, ხო, კაცრი ვიყავი. ძალიან. ხო, მაგრამ უარ მოგატყუო, როგორც აღმოჩნდა, კირასთანაც როცა საჭიროა ვარ, რომ კაცი უბრალოდ ზედმეტი ზიზღლიპტოების გარეშე, როცა თქვა საჭირო იყო, რომ მივხვდი, რომ
ასაკრძალია, თქვათ, ტელეფონი, ხო? ერთხელ თქვი და დამთავრდა. და დამთავრდა. ხო, გადის რაღაც თვეები და დამთავრდა და შენ რო სიტყვაზე ვიძახი შენთვის რო წამერთმია ტელეფონი, ხო, სიტყვაზე ვიძახი. ნუ შეიძლება ერთი დღე გაეცვალა მას რა, ხო? მივხვდი. ანუ ჩემთან აგრესიაც მე დათმობაზე იყო და დათმობაც და სითბოც მეტი. ეს დათმობაც ხომ მე შეცდომა იქნებოდა. მიხდები? თუ წაართვი, აბა რაღაც 11 თუ უბრუნებ. ტყუილა ატირე და ნერვიულე, ხო? ხო. მე მაინტერესებს დედა ბაკუნას დედა იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი იმ პერიოდში და იყო ქალი, რომელიც, არ ვიცი, უძლიერესი ჟურნალისტი. ასევე მამა შენი იყო თავის საქმეში მოწოდების სიმაღლეზე, რასაც ეწეოდა. და ამის ზეგავლენის ქვეშ ხო იყავი მოქცეული ყოველთვის. რომ შენ ხარ ნანას და მამუკას შვილი, რომელმაც უნდა გააგრძელოს ისეთივე გზა, რომ იყოს გვარიშვილების ოჯახი, იყოს ყოველთვის ისეთი ოჯახი რა. პატიოსანი. სტუმართ მოყარა, მეგობრული, გვერდში მდგომი. კი. აი და ეგ არის ტვირთი? ძალიან დიდი. სიმართლე რომ ვთქვა არის. ანუ ერთის მხრივ ტვირთია, მეორეს მხრივ ძალიან ხშირად ხა ადრე მახსოვს ეგეთი შედარება რა. რომ დიდი ხის ჭრილში პატარა ხის უჭერს გაზდა, ხო? ეს არის რა. ხელშემშლელი იყო ანუ შენთვის ხო? ალბათ, კი. მაგრამ მეორეს მხრივ ისეთი ფანტასტიკური ისეთ ფანტასტიკურ ხალხთან მომიწია ცხოვრება. დედას გეფიცები, რომ აი მადლობელი ვარ მისთვის რა. აი უკან რო იხედები რას ნამობ? სიმართლე რომ გითხრა რაღაცებს ნანობ რა. იცი რა, პირველ რიგში იმდაც მშობლებთან ურთიერთობას რა. ბევრ რაღაცას ვერ მოესწრენ რა, რასაც მინდოდა რა მოსწრებ. მაგალითად შენ მინდოდა რა, მიხვდნენ მოგსწრებოდნენ, ანუ მე მომესწრე. პატარას. ნანომ ძალიან დიდი ინვესტიცია დადო ჩადო ჩემში და მამეცადინებდა და აი მოდი ერთ რაღაცას გეტყვი რა. ნებისმიერ კარგად მახსოვს. ნებისმიერ სიხარულს რაც არ უნდა ხდებოდეს შენ ცხოვრებაში, ეს იქნება შენი პირადი წარმატება თუ ეს იქნება შენი შვილი, თუ შვილის წარმატება თუ ერიჩქეს, ნებისმიერი რაღაცა რა. აი რაც შენ გახარებს. სრულფასოვანი სიხარული თანაზიერი არ ყავს. ვეღარ არის. როგორ არ აქვს შენ მათი სახით თქო, მაგას გულისხმობ. როდესაც აი შენ მშობლებს ვერ უზიარებ ამას. ისეთი ფასი აღარ აქვს, კეგე. აი ეს ძალიან ისეთია რა. მტკივნეულია ძალიან. ძალიან ახალგაზრდები წავიდნენ. ძალიან. შენხელები რა. არა, შენხელები არა. არც დაახლოებით. ეგეც რაღაც ვერ ვიტან ეგეც რაღაცა. კაი. ნუ ამბობ. კაი, მე არც ეს არ მოხდა. ნუ ისე არა რა ვქნა ახლა. ახალგაზრდები იყვნენ და რა ვქნა. ახალგაზრდები იყვნენ ხო? ძალიან. და მე ძალიან დამაკლდნენ და ძალიან გული მწყდება რა ვთქვათ კი რა. ეგეც არ ეცოდინება ბოლომდე საიდან არის რა. არასდროს. ხო. ამბად ეცოდინება. და როდესაც ამ ყველაფერს შეხები ხარ, კიდე სხვა არის რა. ბავშვობიდან შენ მე მეუბნებოდი, როდესაც რაღაცას გვიგმოვდით. გემი მიცურავს, ამას ვაკეთებინებდი. რატო? და ეხაც ვაკეთებთ რა. და რატო? ყოველთვის ვიცი რომ რაღაცას თუ დავგეგმავთ, თქვა თუ ამ რაღაცა თუ მოგწონს, ან თუ მოკლედ რაღაცა ტაქტიკა შევიმუშავებთ, ან შევთანხმდებით რაღაცაზე, აი ესე ხელილებს ვადეთ გემი მიცურავს. აი ესე ვკეთებთ ერთმანეთს და ბავშვობიდან ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ცოტა ჩვენია. აი მეგობრების მისალმებები როგორც არის, მაგრამ არასდროს არ ვიცოდი საიდან მოდის. ჩვენ თვითონ მოვიგონეთ ის. აი ეს პატარა იყავი და ერთად რაღაცა მოვიგონეთ ჩვენ თვითონ და რახან ჩვენი მოგონებული იყო, იმიტომ იყო ჩვენი და რა გაია, რა გინდა.
და მე ვაჩუქე ამულეტი, ეგრე ქვია. აწერია გემი მიწვა. და ორი ხელი არის ესე და არ უკეთია დღეს. მითხარი შენი თვისებები, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს. ჩემში? შენში ხო? იცი რა, ძალიან შეჩვეული ვარ. რომ ცუდია ადამიანისთვის უარის თქმა. აი, ბავშვობიდან ვარ ესე შეჩვეული, მიხვდე? და ძალიან ხშირად უარი უნდა თქვა ბევრ რაღაცას. და ეს მიჭირდა ყოველთვის რა. და ეხლაც სიმართლე რო გითხრა, მიჭირს. ოღონდ ეხლა ვისწავლე, რომ ზოგ შემთხვევაში ეს აუცილებელია, მაგრამ საიდან ამაქის არ ვიცი რა, მაგრამ ეგრე. შენი ადამიანი რო გთხოვს რაღაცას, აი იმ მომენტში რა, თხოვნაზე უარის თქმა ყოველთვის მიჭირდა. შენი ამ ხელგაშლილობით და გულგახსნილობით დათური სამსახური გაგიწევია ადამიანისთვის. ძალიან ბევრი. აი ზუსტად ეს არის ერთ-ერთი, რასაც ახლა გეუბნები რა, რომ იცი რომ აი ეს თხოვნას თუ ამ თხოვნაზე უარს თუ არ იტყვი, რეალურად შედეგი იქნება უარესი და მაინც ვერ ეუნები, იმიტომ რომ გთხოვს. ამ სისულელია, მაგრამ დღემდე მიჭირს რა. უბრალოდ ეხლა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მაინც ეგრე ჯობია. ესე ჯობია და გიჭირს და მაინც მინდა რომ მითხრა დედაჩემზე. რა გითხრა დედაჩემზე? ეგრევე გაგეღინია? რადა ყოველთვის მასწავლდი მაგას და მიხსენდი რომ სიყვარული არის ძალიან კაი, მაგრამ თავარი ამბავი არის რაღაცა ეტაპის მერე, როდესაც ეს ყველაფერი იწყებს რუტინაში გადასვლას, შენება ურთიერთობა. კი. შენი აზრით რამ გადაარჩინა თქვენი ურთიერთობა ისე რომ დღემდე ამას ძახილის ნიშნებით ვიძახი, დღემდე ისე გიყვართ ერთმანეთი, როგორც პირველი 6 თვე გიყვარდათ. მე მგონი ბევრად უფრო გიყვარს ახლა ვიდრე პირველი 6 თვე. კარგი ბოდიში, ბევრად უფრო. მაგრამ სიმართლე რო გითხრა, აი ზუსტად ეგ არის შენება რა. იყო პერიოდი, განსაკუთრებით პირველი პერიოდი ჩვენი ურთიერთობის, როდესაც აბსოლუტურად აუტანელი იყო ჩემთან ცხოვრება. მე რო ეხა უყურებ რა. და მაშინ ელიჩკამ არ ვიცი რანაირად გაუწვა ყველაფერს. იმიტომ რომ ხედავდა პოტენციალს. მაგრამ არ ვიცი, ხო ესე მარტივად რო იყოს. მე უფრო მინდა რომ ჯერდის სიყვარულის გამო, მაგრამ რა თქმა უნდა სიყვარულის გამო, პოტენციალს ხედავდა ამ ურთიერთობის განვითარებაში. მაგრამ მე რა თქმა უნდა ამას შედეგი მოაქვს რა, აუცილებლად. არ შეიძლება ცალი მხრიდან რო იყოს, ხო რა, აუცილებლად შედეგი აქვს ამას. შენ მე რა ვიცი, რაც ცნობიერება ჩამომიყალიბდა, სულ ცდილობ რომ დედას ყოველ დღე აქციო დღესასწაულად მართლა რა, ანუ რასაც კი იოცნებებს, რაზეც კი იფიქრებს, რაზეც კი ილაპარაკებს, ყველაფერი გინდა რომ კონდეს. აი, ამითი საზღაურსი ხდი იმ წლების, როდესაც შენ შეუგნებელი ბიჭი იყავი. თუ აი როგორ ეს ჩემი აზრით ამაზე მეტ სიამოვნებას ჩემ თავს ვერ მივაყენებ. ეგოიზმი ესე. არა, აი ხო, ანუ აი ამაზე კარგი რა უნდა გააკეთო, რომ შენ ცოლს და შენ შვილი, ვინც ყველაზე მაგარი იყოს, იმათ ყველაფერი აი ვერ ხვდები, ამაზე კაი რა უნდა გააკეთო. სხვა რა. მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვი, იმიტომ რომ მე ჩემ მაყურებელთან ძალიან გულახდილი ვარ. ოღონდ ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ. კარგი გაგებით ვამბობ, უბრალოდ შენ არ ხარ კაი გამგონი ხანდახან და ეხლა მინდა რომ კაი გამგონი იყო. კარგი შემეცნე. მე ვფიქრობ, რომ ჩემ მიმართ ბევრად უფრო კრიტიკული ხარ და ბევრად უფრო მეც ითხოვ. კი.
ბევრად უფრო მეტი არა მიმიღია ცხოვრებაში. კი. ხანდახან უსამართლოც. კი. ვიდრე ოდესმე მიიღებს დედაჩემი. კი. და ვიდრე ოდესმე მიიღებს ჩემი და. შეიძლება. რატო არის ამხელა ზეწოლა ჩემზე და რატო იყო? რატო მოითხოვდი ყველაფერი? ანუ იცი რა მაინტერესებს? ამას დაკითხვის ფორმა არც ერთ წამით არ მინდა რომ ქონდეს. უბრალოდ მაინტერესებს, იმიტომ რომ შენ აცნობიერებ რომ მე ბევრად უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ჩემი და დედაჩემი, თუ ამას რატო აკეთებ? რომ რაღაც მომენტში, როგორც ბიჭი შვილს დაუჯდებოდი და დაელაპარაკებოდი, რომ ეს ესე უნდა იყოს, ეგრე მოხდა. თავიდანვე წავიდა ჩვენი ურთიერთობა ეგრე რა. ანუ შენ იყავი პირველი შვილი და მეც აი თავიდანვე ისე წავიდა ჩვენი ურთიერთობა, ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა გოგო იყავი თუ ბიჭი იყავი, ჩემი შვილი იყავი რა. ხვდები, რომ და შენ დამყევი ამ ყველაფერში რა. აბსოლუტურად მესმის რასაც ამბობ, ეგრე არის. ძალიან ბევრს ვითხოვდი ყოველთვის შეგან რა. და ისეთი გადაჭრით პასუხი არა, მაგრამ რატომ მოხდა ეს? უბრალოდ მგონია რომ ძალიან გევართ მე და შენ ერთმანეთს ძალიან ბევრ რაღაცაში. კი. ძალიან მაგრამ. ძალიან ბევრი თვისება გვაქვს ერთად. ძალიან. აი ზუსტ ყალდოყალ მივყვები, მე მგონი შენ ასაკობრივ ჰობისაც. ჰობისაც. აი ყველაფერს. ყველაფერს. აი ზუსტად. მიუხედავად იმისა, რომ გოგო ბიჭი რამე მიუხედავად ამისა. ეგე და ამანაც ალბათ ბევრად განაპირობა ეს. ეგე. კი რა არის აბსოლუტურად სხვანაირი. კი რა არის აი აბსოლუტურად. არა, მეც მომწონს როგორია, მაგრამ სხვანაირია, მიხვდი? ანუ არის რაღაცა ნაზი გოგო მეც უკვე ისეთ ასაკში ვარ რომ ამას უკვე სხვანაირად გოგო დაგრძნობინებ თავს? კი. და მე როცა იყავი მაგ ასაკში, აბა იჯირითა. მე და შენ. აბა ეხა. ხო, შეიძლება წამეყვანე ცხენზე და ამის და მეჩხუბარო არა კიდე, აბა მიდი იქენი რაღაცა ეგ. ეხლა რომ ამა თქვას რომ მე არ მინდა, არ გინდა რა, ხო? ხო, მე უნდა ვცოდნო და ყველაზე კარგად ჯირითი. მე საჭესთან რომ სვამდა რომ მანქანისტარება მესწავლა, ეს იყო ჩემი ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ მეჩხუბებოდა. რომ ანუ იმ წამსვე არ გამომივიდა ყველაფერი. ხო, ძალიან რთული იყო. მოდი დავუბრუნდები იმ თემას, როდესაც შენ გააცნობიერე, რომ შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ხელში უნდა აიყვანოს საკუთარი თავი, ადგეს. დაიწყოს შრომა იმისთვის, რომ თავისი ოჯახი ფეხზე იდგეს და ქონდეს ყველაფერი, რაც უნდა. აი ეს რთული პერიოდი, რომ მე მახსოვს აქ პერიოდი ძალიან კარგად. ძალიან მწარედ და თან ეგეთი ერთობა ჩვენ შორის არ ჩამოყალიბდებოდა არასოდეს, ეგ პერიოდი რო არ გაგვევა. აბსოლუტურად მართალია. და მადლიერი ვარ ამ პერიოდის, იმიტომ რომ მანდ დავახლოვდით, მანდ გვქონდა ერთმანეთისთვის დრო. იმიტომ რომ ჩვენ აღარავის აღარ ვახსოვდით. რა თქმა უნდა ძალიან ახლობლების გარდა ახლა ვინც ჩვენი სისხლი და ხორცი. აბსოლუტურად მართლაც. და მანდ გავაცნობიერეთ რომ რეალურად მართლა ვინც ყავს, ვართ ჩვენ სამნი. მაგ დროს კი რა ჯერ არ იყო, მალე იქნება. მანდ მოხდა გარდატეხა მე და შენშიც. იმიტომ რომ ამოგიდექი როგორც ძმაკაცი უნდა ამოდგომო და ალბათ ეს ჩემი თავს კი არ ვიქებ. უბრალოდ ვიცოდი რომ გჭირდებოდა. შენ ამომიდექი როგორც საუკეთესო მეგობარი. იმიტომ რომ მეც აღარ მყავდა ეს მეგობრები. მართლა აღარ მყავდნენ. უცებ გაქრნენ ყველა. და დედას ვეჭირეთ ძალიან მაგ დროს. თითქოს არც არაფერი არ მოხდა რა, ეგრე გვაცხოვრებდა რა. და შენ აღმოჩნდი რეალურად ჩემთვის მაგიტო ხარ შენ მეფელომი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენი ცოლიც გაგრძნობინებთ, რომ არა უშავს, თავს გავიტანთ. რა პრობლემაა? რაც გვაქვს, იმას ვიმყოფინებთ. და მეც ეგ ტიპი ვიყავი, რომელიც არ მოგაწყვებოდა, რომ მიდი ქენი რამე და მე არ მაქვს ახლა ეს ფეხსაცმელი. ეგ ტიპი არასდროს არ ყოფილვარ.
შენ არ შეხვედი ამ მდგომარეობის ხიბლში ბევრი ცდუნება იყო ირგვლივ და შანსი არ იყო არაყევი და ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ არაფერს არ გთხოვდით წამოდექი ფეხზე და აი მაგ დროს აქ რა გარდატეხა მოხდა რა ეს ხო საერთოდ წარმოიდგინე ხე შენ პერიოდია რა ხო რაღაცები შეიცვალა ქვეყანაში ამას მოყვა ჩემ ოჯახსაც გადავიდა ამას მოყვა ის რომ ფაქტიურად ყველა ერთად დავასაფლავეთ კი დაცარიელდა ჩვენი სახელი ხუთი მიცვალებული იყო რეალურად რა ანუ ორი ბებია ორი ბაბუა დედა და მამა რა დიდი ოჯახი ნუ რეალურად ესე მოხდა რა ხო და ამან ნუ გითხარი ხო და ისედაც რა თქმა არ თქვენებოდი თითქოს ბოლომდე არა ნუ ხო მაგრამ ნუ ისე გამტეხა მაგრამ რა მაგრამ ბოდიში კი დავამატებ რა და გააგრძელე მაგის მერე კიდე მოხდა შენი ყველაზე საყვარელი მეგობრების წასვლა კი თითქოს პაკო და ოთო მაგ დროს გიაია ცოცხალი იყო პაკო და ოთო და აი მან კიდე კი ერთად მოხდა ეს ყველაფერი ერთად მოხდა ხო და თან ანუ რა არის რომ ისეთი ბავშვი ვიყავი რა ისეთი ოჯახიდან რომელსაც ყოველთვის ყველაფერი ძალიან მარტივად ეს უცებ ხდება რა ყველაფერი ისიც თავდება და ის რომ შენ ამ რაღაცა დეპრესიაში ხარ თუ არ ვიცი რა შეხარ რა ხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისე უნდა იყოს ხო ანუ რაღაც პერიოდში ნუ არ ვიცი რაღაც პერიოდში ეს უნდა მომხდარიყო უნდა ამდღარი ხო არ იწვებოდია რა ნუ იდეაში მომხდარა კი ბევრი დარჩა ეგრე მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში იდეას ხო გეუბნები რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ეშენ ითამაშა სუპერ როლი ჩემ ცხოვრებაში ყველა ეტაპზე საერთოდ შენს და მარტო ეს არ არის მიხვდი ანუ ეს ხო ნუ პირველი ბიძგი ალბათ იყო კი ოჯახის კეთილდღეობა რაღაცა ნუ მე რაღაცა პერიოდის მე ნუ ეს ოჯახი კარგად არის რა მე უკვე სხვა აზარტები იწყება რა მე უკვე ბევრად იზრდება ეს ხალხის რაოდენობა ხო ვინც კარგად უნდა იყოს ვიზეც უნდა იზრუნო ხო მაგრამ შენ აღმოჩნდი ახლა საქმიანი ცხოვრების დან გამომდინარე მაგარი დაუნაყრებელი აზარტია ეს აზარტი არის მაგრამ მე მამა ჩემი ვეღარ ვხედავ დედა ჩემი ხედავს თავის ქმარს იმიტომ რომ თქვენ არ ვიცი გიყვართ ერთმანეთი და ვშავ რა შენც გვიყვარ ხარ რა მე გიყვარ ვარ რა აი ეგრე ხო არა ეგრე არა ძალიან უბრალოდ შენ ვერაცნობიერებ რომ დრო არ გაქვს ჩემთვის კი ვაცნობიერებ და არ ნანო მაგრამ არა კი მომენტები მაქვს როდესაც ძალიან ნანო აი როცა გთხოვ ხოლმე მაშინ შემოტევები მაქვს ხოლმე ზოგჯერ ვფიქრდები რომ საერთოდ სერიოზული შემოტევები მაქვს ხოლმე მაგაზე რომ ვფიქრობ რომ რასაკეთებ საერთოდ მაგარი მეგობარი მყავდა ოთო ბაგრატიონი რომელიც აი ყველაზე სწორ რაღაცებს მეუნებოდა ხოლმე რა ეგ იყო რომელიც მეც მეუნებოდა რაღაც მომენტში მეუნებოდა აი რომ რადგინდა ანუ რა არის მნიშვნელოვანი და რა არ არის მნიშვნელოვანი ანუ არაგერიოს მიხვდი ანუ სწორ მომენტში სწორ რაღაცას გეუნებოდა ხოლმე რა დარწმუნებული ვარ ეხა ცოცხალი რო იყოს ალბათ იტყოდა ხო რომ რასაკეთებ ანუ ამდენი დროის თქვათ საქმეზე დათმობა როგორ კეთილ საქმესაც არ უნდა აკეთებდე რა როგორ კარგ საქმესაც არ უნდა აკეთებდე აი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება უყურადღებაც შენ ხარ გადასული რეალურად ძალიან ესე უყურადღებოთაც არა ნუ რეალურად ვარ ძალიან ბევრი ბიზნესით ხარ დაკავებული ყველა არ ჩავშალოთ იმიტომ რომ მაგას ცალკე გადაცემა დაჭირდება მაგრამ შენი საბაზისო ყველაზე მთავარი რითიც დაიწყე და რითიც რეალურად ბევრ ხელოვან ადამიანს კი არა ყველა ქართველ ხელოვანს აბედნიერებ კი
მაგაზე მოყევი და შენ ახალ ფონდზე. იმიტომ რომ სულ ახალია და ძალიან მიხარია. მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულების ბიზნესია. ვაწარმოებ. აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულების სოფლის მეურნეობიდან დაწყებული რაღაცა დეველოპმენტით სამთავრებული და ასე შემდეგ რა. ძალიან ბევრი მიმართულებაა, მაგრამ აი ამ ყველა ბიზნესების ამონაგები რეალურად მარდება კულტურას. იდეაში შემიძლია თქვა, რომ ამ ეტაპისთვის უკვე კულტურაში რაღაც წვლილი შეტანება რა. თუმცა მინდა ბევრად უფრო დიდი წვლილი შევიტანო. ბევრი რამეა ძალიან კულტურაში გასაკეთებელი საქართველოში. წინ არის ძალიან წამოსაწევი. ხო, ძალიან ბევრი რაღაცა არის გასაკეთებელი. შეიძლება ითქვას, რომ თქვა მუსიკალურ სფეროს ასე თუ ისე თუ რაღაცა დაეწყო, ხო? კიდე ბევრი სფერო არის, მაგალითად კინო, ბევრი სფერო არა, მოკლედ ვთქვათ, მისახედი და მაქვს ეგეთი სურვილი. ეხლა აი ეს მესმა არის ფონდი, რომელიც ახალია, ერთი წლის ფონდია დაახლოებით, მაგრამ დაიწყეს უკვე ბევრი კეთილი საქმეების კეთება. რო არ მოგატყუო, კი დიდი წვლილი მიმიწვის ამის შექმნაში და ჩამოყალიბებაში, მაგრამ მართვაში არ ვიღებ მონაწილეობას არანაირს. მართვაში არიან ხალხი და ვთვლი, რომ ესეც უნდა იყოს. გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ ის ხალხი, ვინც უშუალოდ ამ სფეროშია. რა თქმა უნდა, ვინც ახლა იღებს რა, ვთქვი. სხვანაირად არ იქნებოდა სწორი. ხო და აი რა სახის კულტურულ ღონისძიებებში იღებს მესმა მონაწილეობას მაყურებელს რო ვთქვათ, ახლა მაგი ვიცი. იცი ამ მესმას აქვს თავისი რაღაცა წესრიგი, ზეებს აფინანსებს, ზეებს არ აფინანსებს. და სიმართლე გითხრა, დიდად ამაში არ ვერევი რა. ჩემი ამოცანა არის, რომ მესმას არ მოვაყოლეს სახსრები. და დანარჩენი მაგათი გადასაწყვეტია ეს სახსრები, როგორ და საით მიმართან. ალბათ მე თუ უკეთესად გავაკეთებ ჩემს საქმეს და უფრო მეტი სახსრები ექნებათ, ალბათ მათი ეს დიაპაზონიც შესაძლებლობის გაფართოვდება. ჯერჯერობით აი ახალი შექმნილი ფონდი არის და ვიცი რაღაცა სტიპენდიები დაინიშნა ბავშვებისთვის, რაღაც ბევრი პროექტები კიდე ვიცი რომ წინ არის. ეხლა მაგალითად იყო კინოს პრემიერა ელდარის, რომელიც რაღაც დააფინანსა. მოკლედ რაღაც ბევრი კაი საქმეს აკეთებენ. მინდა რომ ბევრად უფრო მეტი შეძლონ. ალბათ რაღაც აზარტი თუ არ გაქვს, რისთვის აკეთებ ამა თუ იმ საქმეს, ან ახალ საქმეს რატო იწყებ, ალბათ ძნელია წარმატების მიღწევა. ეს მამოძრავებელი არის ამ ყველა სხვა ბიზნესების კულტურის განვითარება. იმიტომ რომ ხედავ სადღაც რაღაც საჭიროებას და ვერანაირად ამ სფეროს ვერ წამოვკაჩავ რაღაცა სახსრების გარეშე, აი ამ სახსრების შოვნა არის мотиваცია ახალი რაღაც საქმის დაწყების. და მე ეს ერთმანეთზე ებმევები და არ თავდება რეალურად რა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი სფერო არის კულტურაში ჯერ კიდე, რომელსაც ჭირდება მოწესრიგება. მაინტერესებს ამაყობ თუ არა ჩემით? ძალიან. მართლა ძალიან მომაყობ. აი იმიტომ რომ კაი ტიპი ვარ თუ იმიტომ რომ რეალურად ვთვლი რომ კაი ტიპი ხარ. და ხო და ზუსტად ვიცი რომ კარგი ადამიანი ხარ. ზუსტად ვიცი. და რომ აგძელებ აი იმ სწორ ხაზს, როგორცაც მე მინდოდა რომ შემშულს გაეგზელებინა, მე ხვდები? და ბრიტანეთში რო არ წავედი სასწავლებლად და ის შენი ოცნებები რო არ ავასრულე. სადაც მე ვარ ბრიტანეთში მოღვაწე გოგო, რომელიც ეს იყო აი როგორი დონის სურვილი, იცი?
არ მიდოდა რომ ამ სკოლაში ესწავლა და მიდოდა რომ იმ სკოლაში ესწავლა, ან არ მიდოდა რომ თქვათ გამხდარიყო ექიმი და ან პედიატრი და გახდა ისე რა ქვია რაღაცა სტომატოლოგი. სიტყვაზე ვიცი, დაახლოებით ამ დონის რაღაცას ლაპარაკობ. ის არ არის ეგეთ მნიშვნელოვანი. კი იყო რაღაც ეტაპზე მინდოდა, პატარა როცა იყავი შენ რომ გაგეგრძელებინა სწავლა იქ, ხო? და ამისთვის მომზადებული მქონდა რაღაცეები რა და სკოლაში სპეციალურად ისეთი სწავლობდი, იქაც რაღაც მომზადებული. და ნუ არ მოგინდა შენ რა. ისეც რომ არ მოგინდა შენი ბრალი არ იყო, ჩვენი ბრალი იყო. შენ ისე გაგზარდა უფრო და შენ მოვიდრე მე რა. ისეთი მიწებებულები იყავით ერთმანეთთან. საერთოდ სამივე ისეთი მიწებებულები ვიყავით ერთმანეთზე, რომ შენ ვერანაირად ვერ შეძლებდი, რომ უცებ ამდღარიყავი და მარტო წასულიყავი. ხო, ჩემი ყველაზე დიდი დაბრკოლება ეგ იყო. ეგ იყო, ხო, რა და ეს შენი ბრალი არ იყო, ჩვენი ბრალი იყო, ესე დამოუკიდებლობა არ მოგეცით. მიხდი თავის დროს. ეხლა ვარ დამოუკიდებელი. როგორ არა ხარ დამოუკიდებელი, ხარ აბსოლუტურად. აბსოლუტურად დამოუკიდებელი. მეც ვამაყობ შენით. და ძალიან მომაყობ მართლა. შენი აი ძალიან ბევრი რაღაცით. ძალიან თითქმის ყველაფრით. ხო, მაგრამ არ ჩანს. თითქმის. თითქმის რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს კიდე. ეს კაცი არ მას. არა, მამ ძალიან მომაყობ ყველაფრით. ყველაფრით საერთოდ. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რა არის ჯანმრთელობის გარდა? ჩემი აზრით ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ როდესაც ვიღაცა გიყვარს, არასოდეს არ უნდა გაუშახელო. აი რაც არ უნდა მოხდეს. არასოდეს. და ეგ უნდა იცოდეს ზუსტად. აი ეს უნდა მიცე დაცულობის გზნობა, მუდმივობის გზნობა, ხე სიმყარის გზნობა, ეს აუცილებელია ადამიანისთვის. და ეს შენ უნდა მიცე. კალმაც და კაცმაც. რა თქმა უნდა, ხო. ხო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, რომ კარგად იყოს, რომ ბედნიერი იყოს. რომ დროებითი არ არის, არაფერი. ყველაფერი არის, მიხდიან სიმყარე რა. ზუსტად ხვდება. მადლობა, მამა. მადლობა შვილო. ძალიან კაი რესპონდენტი იყავი. რაღაცა ისა რა ქვია, სენტიმენტალური ის ვქონდა რა. ბოდიში ხა მე YouTube-ის მაიას მეძახიან.